ყველას მინდა მივუწო სწორი და წარმატებული მონაწილეობა იმ ტურნირზე, რომელიც ალბათ თავის დროზე ყველას ცნება იქნებოდა და წარმოიდგენდა ადამიანები, როდესაც პატარები იყვნენ რაღაც დონეზე ფეხბურთი ვერ ითამაშა და შემდეგ გაგრძელდა ეს და მათ დასრულებაში ასრულდა ეგოც. მოგესალმებით პირველ რიგში, მე ვარ ირაკლი ვეფხაძე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი სასტუმროების შორის ჩატარებული ჩემპიონატის ჩემპიონების ერთ-ერთი წარმომადგენელი. გამარჯობა, მე ვარ თორნიკო პატაძე, შერატონ გრანდის მეკარე. წინა ტურნირის MVP. წინა ტურნირი იყო ძალიან შთამბეჭდავი, რადგან პირველ რიგში გაგვაერთიანა მთელი სასტუმრო, 350 კაცი შევკრა ერთად. როგორც ჩვენი დევიზია ისურვე ბავშვების ოცნება, ისე მივუდექით, ვინც ვერ ვითამაშა თავის დროზე ფეხბურთი, ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე და მთელი სასტუმრო შეკრიბა იმდენი ადამიანი გამოსვა, რომ რავი, აი ვერ აგიხწერთ რა. 350 კაცი გავიცანი ახლოს უყურებო და სასტუმროში რომ მივდივარ, ყველას სიყვარული თქლება, რომ აი თქვენ ბიჭებო, თქვენ ესე, თქვენ ისე. ძალიან მაგარი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერმა რაც მოხდა იყო, რომ ყველა ორშაბათი და პარასკევის ჩათვლით ველოდებოდით შაბათ-კვირას, არა იმის გამო, რომ დაგოსვენა შაბათ-კვირას, რა. ხდებოდა ის, რომ შაბათ-კვირა ჩვენთვის ასიამოვნო მოლოდინი გახდა იმისთვის, რომ რაღაც უნდა გავუკეთებია ერთობით, ერთიანი ძალისხმევი და პლუს ამას იმ ორშაბათი და პარასკევის ჩათვლით აუცილებლად ყველანი ცალკე უფრო ვიკრიბებოდით, უფრო მეტი აქტივობით ვიყავდა, რაც ამ შემთხვევაში ფეხბურთს ეხებოდა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ამან მოგვცა ის შედეგი, რაც მივიღოთ, რა და მოგვცა ის შედეგი, რომ გავხდით ჩემპიონები. მეორე სეზონზე ველოდები იმას, რომ უფრო დიდი მასშტაბიანი ტურნირი იქნება, უფრო ბევრი გაიგებს ჩვენს შესახებ წინა ტურნირიდან გამომდინარე, უფრო ბევრი დაინტერესება იქნება და უფრო მეტი ცეცხლი იქნება ტურნირზე. მეორე სეზონისგან ველოდები პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანს ის, რომ ჩვენ როგორც ჩემპიონები გამოვდივართ, ყველა ველოდება როგორც ჩემპიონებს და ყველაზე მეტად ველოდები იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს, უფრო მეტ ადამიანმა მიიღოს ის სიამოვნება, რაც ჩვენ პირველ სეზონში მონაწილეებმა ერთმანეთისგან გამომდინარე და სათითაოდაც მივიღეთ ყველამ ერთად საბოლოო ჯამში. მონაწილეობას ურჩევ ყველა ჰორეკას სექტორს, ვინც კი მოღვაწეობს თბილისის მასშტაბით, არა მარტო თბილისის. იმიტომ რომ არ ვიცი, ჯერ პირველ რიგში ერთმანეთს გვაცნობს ეს ტურნირი, მერე ძალიან დიდ სიხარულს და ემოციებს გვანიჭებს, მერე კიდევ ბევრ ახალ მეგობარს გვაძენინებს და არ ვიცი, ძალიან უსაზღვრო ემოციებს გაძლევს რა. აბსოლუტურად ყველას, ვისაც ჰორეკა სექტორში ოდნავ მაინც მუშაობის გამოსვლა ამ წუთას მუშაობს, იმიტომ რომ გარდა სამსახურისა აუცილებელია ისეთი აქტივობები სამსახურის გარეთ, რომელიც სამსახურს უფრო შეგვაყარებს და შექმნის ისეთ ერთობას და ერთიანობას, რომელიც ჩვენ პირადად პირველი სეზონის მონაწილეებს მოგვანიჭა ამ პირველმა სეზონმა ერთობით რა. საბოლოო ჯამში ამ ტურნირმა, რომელიც პირველი იყო, საკმაოდ წარმატებული იყო, მინიმუმ იმ დანიშნულებით, რომ პირველი იყო, ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ყველაზე წარმატებული ეს პროექტი იქიდან გამომდინარე გამოდგა, რომ თავარ რამეს მივახციეთ, ალბათ ურთიერთობას, ერთმანეთთან მეგობრობას, თანადგომას იმაზე მეტად უდრეოს ჰქონდა და გააღრმავა ურთიერთობები წარმატებისკენ იმ წინსვლისთვის, რომელიც ერთად მივახციეთ საბოლოო ჯამში ჩვენ შერატონელებმა ჩემპიონებმა.